არ ვიცი, ალბათ ოპოზიცია ამჯერზე ხლა ამერიკანიზაციას გამოაცხადებს რაიმე პრობლემად. სინამდვილეში კი საქმე ძალიან მარტივად არის. საქართველო და იცით რომ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სხვადასხვა მონაცემით საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპებით მსოფლიოში, არა მხოლოდ რეგიონში. რაც ერთის მხრივ, მეორეს მხრივ საქართველო არის მშვიდობისა და სტაბილურობის კუნძული იმ რეგიონში, სადაც გარშემო ახალი კონფლიქტები იწყება და მწვავდება და მესამე საქართველო მისი მოწყობა, მმართველობა არის ერთ-ერთი წარმატებული და ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ იქნება ეს კორუფციის დაბალი დონე, იქნება ეს კარგი მმართველობის რეიტინგები, საქართველო არის ლიდერი. სწორედ აი ამ პირობების გამო საქართველოში არის შექმნილი კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად მიმზიდველი არის საქართველო ყველასთვის. რა თქმა უნდა, ეს პროექტი სწორედ ამაზე მეტყველებს, როდესაც ტრამპის კომპანია საკუთარ სახელს, საკუთარ ბრენდს საქართველოში, ამ ბრენდი ჩემოდის საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ის კარგად იცნობს გარემოს, რაც არის, რა თქმა უნდა, ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც მას აქვს დაგროვილი და სწორედ ამ საკუთარი რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნეს პროექტში, რაც არის მნიშვნელოვანი ამ მხრივაც, როგორც თავისთავად ეს ფაქტი უკვე სხვა მიმართულებითაც ინვესტიციების მოზიდვისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ბრენდი შემოდის და ნდობას უცხადებს უპირველეს ყოვლისა საქართველოს და მის შესაძლებლობებს და შესაბამისად წაახალისებს ასევე არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ ზოგადად უძრავქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს. უნდა გითხრათ პატრიარქის არჩევნებზე ორი მეუღლე გიორგი და მეუღლე იაკობი მთავრობას მოუმართავთ და გეუბნებათ, რომ პაპზე დიდი პაპი და კათოლიკე მოიქნებით, ჩაერავით საპატრიარქო არჩევნებში. ამბობენ, რომ ცდუნება შეიძლება გქონდეთ, მაგრამ არ ჩაერიოთ და შეიძლება გქონდეთ სიმპათია კონკრეტული კანდიდატის მიმართ, თუმცა არც პირდაპირ და არც ირიბად არ უნდა გქონდეთ მცდელობა ჩარევის. რატომ დასჭირდათ ქადაგების დროს თქმა მეუფეებს ხელისუფლების მიმართ, რომ თავი შეიკავოთ ჩარევებისგან? სულად ვიზიარებ, მეუფე იაკობის მეუფე გიორგის თუ არ ვცდები, მეორე მისი განცხადება იყო, მათ სულისკვეთებას, რომ ჩარევა არ უნდა მოხდეს, არის სრულად წმინდა სინოდის კომპეტენცია, პატრიარქის არჩევა, შესაბამისად ჩვენი განწყობაც, სურვილიც და მოწოდებაც სწორედ ეს არის, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაგვირდებით, რომ არის რიგი პარტიები, მათ შორის თქვენ ტელევიზიიდან ხედავთ ჩვენ მართლაც კამპანიას, რომელიც მიმართული არის კონკრეტული მეუფეების წინააღმდეგ და არა მხოლოდ მიმართული არის გარდაცვლილი პატრიარქის წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა არის მიუღებელი, ამიტომ ამ საკითხებზე რა თქმა უნდა ჩვენი განცხადებები გვაქვს ხოლმე და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა გაუფრთხილდეთ სინოდის კომპეტენციას, უფლებამოსილებას, რომ აირჩიოს პატრიარქი, შესაბამისად ჩვენ ზუსტად ამ სულისკვეთებით მოხდებით. ერთადერთ პარტიას მოუწოდეს ამბიონიდან მეუფეებმა, ეს იყო ქართული ოცნება, ჩაერავით არჩევნებში. იქ სხვა პარტია არ მოხსენებიათ, არც თქვენ მიერ დასახელებული ოპოზიციური პარტიები. ამბობენ, რომ ირიბადაც კი არ უნდა გქონდეთ მცდელობა. თქვენ მოგმართავენ კონკრეტულად სხვა პარტიებს არა, ერთადერთ პარტიას ქართულ ოცნებას. პარტიას თუ გულისხმობთ საუბრობთ კიდევ ერთხელ სრულად ვიზიარებ ამ სულისკვეთებას, რომ არავინ უნდა ჩაერიოს. ასეთი გამსჭვალული ხართ და ეთანხმებით, რატომ დასჭირდა მეუფეებს ორსთან ქადაგების დროს თქვენთვის მომკითხვა? თქვენ ხვდებით ყველა თუ რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე დგანან დღეს წმინდა სინოდის წევრები. ეს არის 50 წელში ერთი შემთხვევა, მეორე შემთხვევა უпростоრეთ 1977 წლიდან პირველი შემთხვევა, როდესაც სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მე სრულად მესმის, რომ ყველა სიფრთხილის ზომა, ყველა მსგავსი მოწოდება, რომ მეუფეებს ჰქონდეთ სრული შესაძლებლობა, რომ ზაგითხრათ, 50 წელიწადში ერთხელ რომ ხდება ასეთი საკითხი, ასეთი საპასუხო გადაწყვეტილება არის მისაღები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ მეუფეებმა საჯაროთაც, ზოგადადაც ისაუბრენ იმაზე, ყველას
ყველას მიმართა არა მე მგონი სხვა სიგულისხმებოდა კონკრეტულად დაასახელა კიდევაც სხვაც დაასახელა სულად ვიზიარებ კიდევ ერთხელ სულად ვიზიარებ მეუფეების არ უნდა ჩაერიოს არავინ არავინ არ უნდა ჩაერიოს არა ეს არავის არ უთქვას რომ ხედავენ არის რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს და ეს მნიშვნელოვანია მოდით მივუყვეთ თანმიმდევრობით მივუყვეთ აი ხო არ მგონია რომ მარტო ხელისუფლებას ყველას მიმართავენ რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს რა თქმა უნდა სულად ვიზიარებ რომ წმინდა სინოდის გადასაწყვეტი არის პატრიარქის არჩევა და რა თქმა უნდა სულად ვიზიარებ იმ პოზიციებს რომელიც ქართულ ეკლესიას გააჩნია არჩევნებთან დაკავშირებით ლიდერობს ყოფილი პრეზიდენტის პარტია როგორც უცდესა და მე არის ევროსკეპტიკოსი ასევე მხარს უჭერს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ეწინააღმდეგება ჩვენ ვნახეთ ბულგარეთს რა მოუტანა მრავალპარტიულობამ და როგორც თავად ამბობენ მოსახლეობა ეს იყო ევრობიუროკრატების მხრიდან თავს მოხვეული თქვენ უბრალოდ ყოლისა მნიშვნელოვანი არის რომ თავად არჩევნები წარმატებული იყოს იმ მხრივ რომ ჩვენ ვაკვირდებით რომ ბოლო 5 წელიწადში ეს მერვე არჩევნებია ბულგარეთში სამწუხაროდ წინა პერიოდში ან ვერ ხდებოდა უმრავლესობის ფორმირება ან ძალიან მოკლევადიანი იყო ხოლმე. სხვა შორის მე რამდენიმე თვის წინ გახდით ბულგარეთში შაშან ნოემბერში და მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტ რადევს შევხვდი და მაშინათვე უკვე ცნობილი იყო რომ ის აპირებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და იცით რომ შემდეგ ის იანვარში გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან და ხედავთ რომ როგორც ჩანს ის იქნება მისი პარტია იქნება გამარჯვებული პარტია ამ არჩევნებში ნახოთ რამდენად ექნება შესაძლებელი როგორც ჩანს მას ექნება ერთპარტიულად უმრავლესობის დაკომპლექტების შესაძლებლობა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ვინაიდან ბულგარეთთან ჩვენთვის ომხრივი ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტი არის შავ ზღვის რეგიონში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის რომ ჩამოყალიბდეს სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა და იმედია რომ ასეც მოხდება რაც შეეხება მის პოზიციებს ეს ხო ნაცადი ხერხი არის ხა ეს კინო ნანახი გვაქვს ვინც ერთ რამეში მაინც არ ეთანხმება ბრიუსელს ყველა ირაცხება პრორუსად ასე შერაცხეს ტრამპიც პრორუსი არის, სხვა შორის დიდად არ განსხვავდება მისი და ტრამპის პოზიციები, რამდენადაც მე ვხვდები. ასე შერაცხეს ტრამპი პრორუსად, ასე შერაცხეს ქართული ოცნება პრორუსად. ყველა ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და კრიტიკულ რაიმეს იტყვის ხოლმე ბრიუსელზე, ან არ ეთანხმება რაიმე საკითხში, კრიტიკის გარეშეც უბრალოდ არ ეთანხმება რაღაცაში, ყველა შეერაცხება პრორუსად. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ხალხი სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული, როდესაც უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, ცალკე როცა ვცდილობენ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იმუშავა. თავისთავად ჩვენ ხედავთ ეს სხვათა შორის საინტერესო არის უნგრეთის არჩევნების შედეგები ამ მხრივ საინტერესო, იცით რომ უნგრეთში ოპოზიციურმა ლიდერმა მოიპოვა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა და ყველა მიულოცა და ჩვენც ულოცავთ რა თქმა უნდა. თუმცა გაიხსენეთ ჩვენთან რა ისტერია ქონდა ბრიუსელს და მის დაქირავებულ ჯგუფებს რომ თითქოს კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს ეს უნდა იყოს მიზანი თითქოს კონსტიტუციური უმრავლესობა არის რაღაცა არ ვიცი არადემოკრატიული და თითქოს ერთ პარტიას თუ აქვს უმრავლესობა ეს არის არადემოკრატიული და კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება აქედან გამომდინარე შეგვიძლია რომ ეს თავის გადაუფურცლოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში სხვების მავნე ხელების ფათურით ჩვენ გვარწმუნებდნენ თითქოს ერთპარტიული უმრავლესობა კონსტიტუციური უმრავლესობა რაღაცა ცუდი და ანტიდემოკრატიული არის. დაადასტურა თავად ბრიუსელმა, რომ თავარი არის ხალხი როგორ აირჩევს და ხალხის არჩევანი თუ არის ასეთი, ყველამ უნდა მიიღოს. ამიტომ კიდევ ერთხელ დამარცხდა ბრიუსელი
ამ თავისი ნაბიჯითაც დამარცხდა ქართველებთან იმით, რომ ის, რასაც ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდია, ერთი პარტიის უმრავლესობის ქონა არის ცუდი, ეს ყველაფერი მამლის ყივილამდე უარყოფს. ზაზა შაქერიშვილი არქივში წერს ამბობს, რომ რამდენი მარგინალური ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიაც არ უნდა ეკეცადოს საქართველოში დიპსტეიტი ან გლობალური ომის პარტია მაინც არ გადაუხობს თავის თითქმის წესრიგსო და რომ ხელისუფლება შეცვალოს და თავისი მარიონეტი დასვას ამის ნახელი მაგალითი არის უნგრეთი, სადაც ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის გამოყენებით დაამარცხა. სწორედ ამიტომ ახლა აუცილებელია ხალხის მეტად ინფორმირება ამის შესახებ. თავისთავად წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ზღვევა იმასაც აჩვენებს, რომ ის ფარსი, რასაც ჩვენ გვეთამაშებოდნენ თითქოს აინტერესებთ რაღაც მრავალპარტიულობა, აინტერესებთ პლურალიზმი, ეს ყველაფერი არის ფარსი, ყველაფერი არის მხოლოდ საბაბი, ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ. ასე რომ კიდევ ერთხელ თავარი რაც ახლა ჩანს არის ის, რომ ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ამ ძალებს აინტერესებთ მარიონეტული ხელისუფლებების ყოლა სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის დღეს მთავარი ამოცანა, რასაც ხედავთ, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები. ეს როგორც იკვეთება, რომ ახალი გლობალური წესრიგისთვის სწორედ ამას ცდილობს დღეს ის გლობალური ომის პარტია, რომელიც ხედავთ, რომ არისვენებს სხვადასხვა ქვეყანაში. და ამასთან დაკავშირებით სხვა შორის ამ მხრივ მინდა ერთი საკითხი კიდე ერთი საკითხი ამასთან დაკავშირებით მინდა რომ ასევე ვაცნობო საზოგადოებას. თქვენ იცით რომ მას შემდეგ რაც 2 მარტს თუ არ ვცდები, ხო 26 წლის 2 მარტს რადიკალურმა ოპოზიციურ პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას და შეგნოს ეგრეთ წოდებული ალიანსი, სადაც მათ განაცხადეს, რომ ეკნებათ საერთო სტრატეგიული მიზნები, გაიზიარეს საერთო მიზნები და მათ შორის თქვეს, რომ ისინი იმუშავებენ იმისთვის, რომ მათი მიზანი არის კონსტიტუციის არაღიარება, კონსტიტუციური ინსტიტუტების არაღიარება, არჩევნებისთვის ძირის გამოთქმა ზოგადად დემოკრატიული პროცესების დემოკრატიის არაღიარება. ჩვენ ვთქვით, რომ რა თქმა უნდა ეს და მათ შორის გაერთიანდნენ ისინი, ვინც იყვნენ ორგანიზატორები ამ ალიანსში არიან, მათ შორის 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორები. ჩვენ ვთქვით, რომ ეს იქნებოდა საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელისთვის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი, გადაგვეხედა. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა გვაქვს უკვე ასე ვთქვათ ამ დეკლარაციით გაერთიანება, რომელიც იზიარებს სწორედ ამ მიზნებს, რომელიც იყო საფუძველი კონსტიტუციური სარჩელისა. ამიტომ ჩვენ დღეს მიმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით. ამავე დროს გამოვითხოვთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით ჰქონდა შეტანილი და მიმართავთ ახალი დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც ჩვენ შევგავსდით პარტიების რაოდენობას, კერძოდ თუ კი ჩამონათვალს, კერძოდ თუ კი თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში ეს იყო 3 პარტია, ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ლელო. ახალ კონსტიტუციურ სარჩელში ამ 3 პარტიასთან ერთად იქნება ფედერალისტური პარტია. საფუძველზე მოგახსენეთ 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციით რამდენიმე პარტიამ გაიზიარა ის სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ აქვთ, გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან და ამითაც გაიზიარეს მათ კიდევ ერთხელ გაიზიარეს სტრატეგიული მიზნები, განაცხადეს მათი ამოცანა, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, რომ მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილების არაღიარება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე აქამდე არსებულ 3 პარტიას ჩვენ კონსტიტუციური სარჩელით ვამატებთ ფედერალისტურ პარტიას. რა თქმა უნდა ამ ალიანსში არიან სხვა პარტიები, თუმცა ისევე როგორც წინა შემთხვევაში ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ერთის მხრივ უყურებთ თუ რა არის მიზნები, რამდენად ანტიკონსტიტუციური მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას, მეორეს მხრივ ასევე უყურებთ თუ რამდენად არსებითია მათი გავლენა
პოლიტიკაზე. დღეს ამ ალიანსში ვიცით რომ ამ ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. ეს არის სამი ნაციონალურ მოძრაობის კრიმინალური რეჟიმის სამი მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს ამ კვლავ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ალიანსის სახით ცდილობს რომ ქვეყანა აქციოს მარიონეტულ სახელმწიფოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენთვის ჩვენ გვქონდა მსჯელობა კონსტიტუციურ საჩელზე, შესაბამისად მეოთხე პარტია დაემატება ფედერალისტური პარტია გამომდინარე იქიდან, რომ იმ 2 მარტის დეკლარაციით კვლავ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ალიანსის რეალური ლიდერები გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მაღალჩინოსნები. პარტიების აკრძალვაზე, როდესაც საუბრობთ, მინდა გითხოთ ცოტნე ივანიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, როდესაც მას კითხვები დაუსვეს ძალადობის დაგმობაზე, ის საუბრობდა, რომ გმობს ამ ძალადობას, რაც იყო ქუჩებში და მათ შორის საუბარი იყო დებატებთან დაკავშირებით, რომ დებატები არ უნდა სრულდებოდეს ნაცის აკაცუკის ძახებით ერთმანეთის მიმართ. თქვენ ეთანხმებით თუ არა მის პოზიციებს და მაშინ როცა აპირებთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, საერთოდ როგორ წარმოგიდგენიათ ამ დებატებისთვის სივრცე, რაზეც ისაუბრა ცოტნე ივანიშვილი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პარტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვა, ვინაიდან სწორედ ეს ლიდერები სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, სხვები გახდნენ ისინი, ვინც სიძულვილის ენა, ზიზღის ენა აქცია პოლიტიკური დაპირისპირების თუ ასე ვთქვათ გარჩევის ტერმინებად. უყურეთ თუ ნებისმიერ მედიას მით უმეტეს არ გაგიჭირდებათ და თუ კი ჩაყვებით თუ როგორ დამკვირდა ქართულ მედიაში სიძულვილის ენა, თქვენ მიაგნებთ ამის პირველ წყაროს, ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც ზიზღი აქცია ჟურნალისტურ სტანდარტად. თუ კი თქვენ დააკვირდებით, ვინ დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში სიძულვილის ენა, თქვენ მიაკლებთ მიხეილ სააკაშვილს, ბოკერია, ისევ გვარამიას მაშინ პოლიტიკაში, რომელმაც ეს პოლიტიკაში დაამკვიდრეს. რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკურ დებატებში ასე ვთქვათ უხეში და აგრესიული თავდასხმებია, რა თქმა უნდა, ჩვენც იძულებული ვართ უპასუხოთ. და ეს მიემართება არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ აქტორებს, ეს მიემართება გარე აქტორებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს უცხოელებისთვისაც, მათ შორის რომლებიც ხანდახან წაიწუწუნებენ ხოლმე, რომ რატომ არის კრიტიკა ელჩის მიმართ თუ ზოგიერთ უცხოელ პოლიტიკოსის მიმართ. ჩვენი პასუხი არის მარტივი, რომ როდესაც ხდება ჩვენზე თავდასხმა, მათ შორის როცა ხდება ვერბალური თავდასხმა, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებული ვართ უპასუხოთ ამ ყველაფერს. ამ განცხადებებს, რომელიც ცოტნე ივანიშვილმა გააკეთა, რომ ნებისმიერი დებატი არ თავდებოდეს. აკაცუკი ნაცი, რასაც იძახის ქართული ოცნება. პირიქით, ამდენი ხანი, იმიტომ ვისაუბრე, რომ მეთქვა, რომ ზუსტადაც რომ ვადასტურებ. უყურეთ არის ეს ტერმინები. ამდენი ხანი სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი მაგალითებით, რომ პირიქით ზუსტადაც რომ ვიზიარებ და მნიშვნელოვანი არის რომ წყარო ვინც დაამკვიდრა, ვინც ამის ნორმალიზებას ახდენს და დღესაც ამის ნორმალიზებას ახდენს, მათი ადგილი პოლიტიკურ დისკუსიაში არ უნდა იყოს. ვისაც ქართულ ოცნებასთან რაიმე სახის პრეტენზია აქვს? მე შეგახსენებთ, რომ მე შეგახსენებთ, რომ ფაშისტური შეძახილი მონა დაამკვიდრა სწორედ ნაციონალურ მოძრაობამ, უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-ებმა და დაამკვიდრა ზოგიერთმა ელჩმა, რომელმაც გვერდში დაიყენა ფაშისტები სურათებში და ამბობდა, რომ ეს გახლავთ საქართველოს მომავალიო ადამიანები, რომლებიც ფაშისტური შეძახილებით დადიან თბილისის ქუჩებში. მაშინ არა, რა თქმა უნდა, არ უნდა თავდებოდეს და სწორედ ის რომ ის ინიციატივა, რაც დღეს აქვს იმედს რუსთავიოს სადაც მედის დებატები, მე მგონი ხედავთ თუ რა არის და ჩვენც ვცდილობთ რომ რა თქმა უნდა ვაჩვენოთ რა უნდა იყოს პოლიტიკური დებატის სტანდარტი და მე მგონი რთულად გაიხსენებთ
ამ რამდენი ხანი უკვე დებატები მიდის, ერთ შემთხვევასაც კი, სადაც რაიმე ასეთი ტერმინოლოგიით იყო ახსნა. გამოიღებს ტერმინებს ნაცი და ჩვენ არ შემოგვიღია, ჩვენ არ შემოგვიღია საქმე იმაშია, როდესაც თავს გესხმიან ვერბალურად, ჩვენ არ ნურავი ნუიფიქრებს, რომ ჩვენ ესე დავდგებით და უბრალოდ მოусმეთ. რა თქმა უნდა, ყველა მიიღებს პასუხს. ამიტომ პირველ წყარო არის აქ პრობლემა. წყარო ის, ვინც დაამკვიდრა ზიზღის ენა, მისი ადგილი პოლიტიკურ დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა იყოს და დებატებაში. როგორც კი ნებისმიერი დებატი, სადაც თქვენ დაუშვებთ ნიკა გვარამიას ქართული ზიზღის ენის აქვია შემქმნელს და გამავრცელებას, ხომ გასაგებია ხო იქ რაც მოხდება. ხომ გასაგებია რომ გადახედეთ ახლა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ არ შეუძლიათ უბრალოდ ჩვეულებრივი შინაარსობრივი საუბარი და მიზეზი მარტივი არის. ვინაიდან არ აქვს შინაარსობრივი არგუმენტები საკითხებთან დაკავშირებით, არ აქვთ პოზიციები, რომლებსაც ისინი დაიცავენ და ამავდროულად აქვთ დავალება, რომ რაიმენარია თავს დაესხან ხელისუფლებას, აქედან გამომდინარე, სხვა გზა არ რჩებათ, რომ თუ გარდა იმისა, რომ ლანძღვით გაიტანონ თავი და კიდევ ერთხელ ამაში მათ მხარს უბავენ გარედანაც. შეგახსენებთ რასა იუკნევიჩიანებს და მსგავს ადამიანებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ფაშისტური ტერმინებით მიმართავენ ქართველებს და თავს ესხმიან საქართველოს ოპოზიციასთან დაკავშირებით კითხვა ბუშინ გიორგივაშაძემ გააკეთა განცხადება და ის ამბობს, რომ კარდაკარის პრინციპს იწყებენ თბილისიდან, ისინი შეხვდებიან უსაფრთხოებას, სწორედ მათგან მოიპოვებენ მანდატს და ის საუბრობს, რომ 26 მაისს მათი აქცია აჩვენებს ხალხის განწყობას მათ მიმართ. ანუ ბევრი რაღაც გადავახარისხდო, ბევრი რაღაც გავიაზრეთ და მივხვდით რაღაცები შეცდომაო, ამიტომ იწყებენ კარდაკარის პრინციპს. რა ექნება მათ ამ ცდილობას შედეგად? ანუ ჩვენ ხედავთ ეს სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსი და მათი მეორე დონის ეშელონი ვაშაძეების და სხვების სახით. ნაციონალური მოძრაობა ხა მათგან შეჩვეული ვართ ჩვენ ყოველ ჯერზე არეულობის, რევოლუციების, სისხლისღვრის და ასე დაანონსებას. 4 ოქტომბერსაც ასე აანონსებდნენ ხელისუფლების დამხობას სამწუხაროდ ევროკავშირმა მაშინ ხარი დაუჭირა და გვერდში დაუდგა მათ ვინც ვისაც დაანონსებული ჰქონდა ნეპალის მოწყობა საქართველოში და ბრიუსელიდან მხარდაჭერით შეგულიანებულებმა ნახეთ რომ სცადეს პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება და კიდევ ერთხელ დამარცხდნენ ქართულ საზოგადოებასთან. ნუ ახლა ვხედავთ რომ ასე ნირწამხთა ამ ჯერზე კიდევ უფრო ცოტა ნირწამხტარი ნაცები ცდილობენ რომ 26 მაისი იქნებ რაიმენერე ჩააშხამონ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ცოტა მე მგონი ჯობია რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, შევხედოთ ნაცმოძრაობა სააკაშვილი ბოკერია გვარამიას რეინკარნირებული კრიმინალური რეჟიმის ალიანსი როგორც ცდილობს კვლავ რომ დააზიანოს ჩვენი ქვეყანა. ფიქრობ რომ ქართველი ხალხი ძალიან მშვიდად და ადეკვატურად შეხვდება. რა თქმა უნდა, იქნება რამდენიმე აკაცუკი, რომელიც ესე იგი ახალი აი ხო გითხარით პასუხია ყოველთვის თქო და რახან იმუქრებიან რომ უნდა აუცილებლად დავამხო და ავატრიალოთ, ამ დროს პასუხი აქვს. საიას მეკითხოთ, საიას არჩევნებში აქვს ევროპის სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლოს მიმართან დღეს გააკეთეს მათ განცხადება და ისინი ამბობენ რომ სარჩელი ეხება ნოემბერ-დეკემბერში სამართალდამცავების მხრიდან წამებისა და არადევნული მოხრობის ფაქტურსო. რა გაგრძელება შეიძლება ქონდეს საიას არჩევნს? მიმართონ ეს მათი უფლება არის, ჩვენ რამდენიმე ასეთი გულში ჯიღისცემით სარჩელის მიმართვა ნახეთ, ყველგან დამარცხდნენ საქართველოს სახელმწიფოსთან ისინი, ვინც უცხოელების ზურგით ცდილობდნენ სააკაშვილის საქმეზე, მელიას საქმეზე, გვარამიას საქმეზე, რუსთავიორის საქმეზე, სხვა მილიონ საქმეზე იმის თქმას თითქოს საქართველოს სახელმწიფო იქცეოდა რაიმე სახით კონვენციის მიღმა და ყველგან დამარცხდნენ. უბრალოდ იმდენი ქართველობაც არ ყოფნით მე ამ ხალხს რომ ბოდიში მოიხადონ იმისთვის რომ საქართველოს ცილს წამებდნენ. ასე რომ მიმართონ კი ბატონო მეორე საკითხი რაც საინტერესო არის ალბათ ახლა საიამ ახლა კი უნდა განაცხადოს რომ იცით რომ 5 მარტს იყო ბოლოვა და მიმდინარე გრანტებთან დაკავშირებით რომ მიემართა
დონორებს სახელმწიფოსთვის გრანტებზე თანხმობის მისაცემად 5 აპრილს ბოდიში და 5 მაისს 5 აპრილს უნდა მიემართა და ჩემთვის საინტერესოა მიმართა თუ არა საიას დონორმა ხელისუფლებას და საინტერესოა საიდან ფინანსდება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თუ არ მიმართა და ეს უცხოური დაფინანსებით ხდება კვლავ საქართველოზე თავდასხმის ორგანიზება, აქ რა თქმა უნდა საინტერესო იქნება ჩავიხედოთ რასთან გვაქვს საქმე. აკრენიგებს ოპოზიციის წარმომადგენლებს და პროცესში ჩართულია გავრცელებული ინფორმაციის სხვა ორგანიზაციები, მათ შორის არის ფარი და მისი ლიდერი, ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ მომავლის აკადემიაში ტარდებოდა მსგავსი ტრენინგები, ზოგადად რომ გითხრათ ჩვენ მოგხსნით ამას თქვენ განცხადებასთან დაკავშირებით, რას ემსახურება ეს სემინარები თქვენ პოზიცია როგორ? ხო, ნუ ბლაჟევიჩის რადიკალურ დაჯგუფებასაც შეეხება, რასაც ის ატრენინგებს, ხა პირველი არ არის, იმაქამდე იყვნენ აკერმანის დაჯგუფება, ახლა ბლაჟევიჩის დაჯგუფება, რა ვიცი, ქართული არაფერი არ მოსწონს მოკლედ ამ ხალხს, არ ვიცი, ვერანაირად ინსპირაციას ვერ პოულობენ თუნდაც ქართულ პროტესტის ისტორიაში და ცდილობენ რომ უცხოელების მარიონეტები იყვნენ. კიდევ ერთხელ, ჩემთვის საკმაოდ ნათელია, რომ ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების პროექტი და იცით თქვენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდება ამ პროცესს, ასე რომ ყველაფერზე დარწმუნებული ვარ, რომ ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შესაბამის ზომებსაც იღებს. ეს არის ჩვეულებრივი ოპერაცია საქართველოს სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ის იყო აკერმანის შემთხვევაში, ახლა ბლაჟევიჩი და სხვები და ამისი ეჭვი რა თქმა უნდა ძალიან რეალური არის. უბრალოდ კარგია რომ არ იმალება ესეთ რაღაცა, ესეც გაკვეთილი უნდა იყოს მე მგონი სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის, რომ ასეთი მავნებლობა საქართველოში არ იმალება და არც დაიმალება. ბევრი რამის გამო, არა მხოლოდ იმიტომ რომ უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისად მუშაობს, იმიტომაც რომ პატარა ქვეყანა ვართ და ყველაფერი ვიცით და ესეთი საკითხები რთულია რომ დაიმალოს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვიცი, მაღალი დონის კონსპირაციით მიმდინარეობდა თუ მიმდინარეობს არ ვიცი ეს პროექტი, ამ კონსპირაციის მიღმასაც ძალიან ადვილად იშიფრება ყველაფერი, პატარა ქვეყანა, ყველა სიცნობს და ნურავის ნუ ექნება იმედი რომ ფარულად შეძლებენ საქართველოსთვის ძილის გამოთხას. თავარი პრობლემა არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის ტერიტორიიდან. ევროკავშირის ტერიტორია დღეს იქცა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტზე თავდასხმის წყაროდ და ადგილად და ამ შემთხვევაში კანდიდატ ქვეყნის დემოკრატიას და სუვერენიტეტს თავს ესხმიან ევროკავშირის ტერიტორიიდან. მაგრამ რაღაცა უნდა ვისაუბროთ ჩვენ და გასაგებია რომ ის ნდობა რომელიც ჩამოშალა თავად ბრიუსელმა ქართული ხალხის თვალში საკუთარი თავის მიმართ ამ ნდობას წლები დაჭირდება რომ აღადგინონ ეს დროება მით უმეტეს როდესაც ვხედავთ და ამ ბლაჟევიჩსაც კიდევ ერთხელ ვიტყვი ღია წყაროებიდანაც რაც ჩანს პრაღის ცენტრი რაც არის ფინანსდება ევროკომისიის ფულით ასე შეგვიძლია პირდაპირ თქვა რომ ევროკომისიისგან დაფინანსებული ადამიანის მეშვეობით ხდება თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიას ეს არის ინვესტიცია თუ ამ შემთხვევაში ქართველი დეველოპერები იყენებენ ტრამპის კომპანიის სახელს. სახელის ყიდვა არის თუ ეს არის ინვესტიცია, უფრო კარგად რომ განმომარტოთ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ინვესტიცია შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფინანსური ხასიათის, არამედ ეს შეიძლება იყოს საკუთარი სახელით ინვესტიცია, როდესაც და რა თქმა უნდა, საკუთარი რეპუტაციით, საკუთარი ბრენდით, სახელით შედიხარ იქ, სადაც გაქვს ნდობა, ვისთან მიმართაც გაქვს. არ ვიცი მე არ ვიცი აქ რა შეთანხმება არის, მთავარი მნიშვნელოვანი მომენტი აქ არის, ვფიქრობ, რომ ეს არის ტრამპის ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი რეპუტაციით და ბრენდით შემოდის. არ ვიცი ხა წადით კომერცი რა შეეხება კომერციულ შინაარს რაც შეეხება ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ხა რა ვიცი კითხეთ უყურეთ შერატონი რედისონი ასე შემდეგ სხვადასხვა კომპანიები შემოდის ხა არ ვიცით იქ როგორი მოლაპარაკებით შემოდიან ხოლმე რა არის მათი ბრენდის ნაწილი რა არის მათი ინვესტიცია არაფერი მნიშვნელოვანი არის რომ ტრამპი საკუთარი ბრენდით შემოდის საქართველოში რაც აჩვენებს რომ ეს არის უცხადებს ამით ნდობას ეს არის
ეს არის გეწყინათ რა მე ამერიკანიზაცია არ მოხდა თუ რა ხდება ძალიან გწყინთ რაღაც უყურეთ ხო მარტივი საკითხია ხო უყურეთ როდესაც შედიხარ შენი ბრენდიც სხვა ქვეყანაში ნიშნავს რომ ამით უცხადებ ნდობას ბიზნეს გარემოს ბიზნეს პარტნიორებს და სახელმწიფოს რომელსაც ანდობ შენს პროექტს არ თქვენ კომერციული შეთანხმების დეტალები ან თქვენ რა იცით ან მე რატო უნდა ვიცოდე ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტი იცით რომ იქნება პირველი ამ მასშტაბით გამორჩეული და იქნება რაც თავარია მნიშვნელოვანი ბრენდი შემოდის საქართველოში რაც გულისხმობს არა მხოლოდ სახელს არამედ გულისხმობს სტანდარტს რომელსაც არ ვიცი ხა მე ამ დეტალებს იყო საუბარი 47 სართულიანი შენობების აშენებასთან დაკავშირებით. მაშინ ჩვენ გვახსოვს რა იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ეს არის ტრიუკი ტრამპის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სკეპტიკურად უყურებდა ამ ყველაფერს. ახლა რა შეიცვალა? ახლა მისი განცხადება იყო და თქვენ ნახეთ ეს ძველი განცხადება იყო კიდევაც ამ დღეებში სოციალში. საუბრობდა რომ არ იცნობს ამ პროექტის დეტალებს და გაერკვეოდა ამ პროექტის დეტალებს. შემდეგ ნახეთ რომ თავად ტრამპი გავიდა პროექტიდან. ტრიუქი ამ ყველაფერს, რა ვიცი, გამოგონილი პროექტი რაღაცა არა, ის საუბრობდა რომ არ იცნობს ამ პროექტის შინაარსს. უბრალოდ გამომდინარე იქიდან რომ მიხეილ სააკაშვილის როგორც ქცევაც ჰქონდა, გამორიცხული არ იყო აქ პოლიტიკური мотиваციები ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. და კიდევ ერთხელ თავად მაშინ თქვენ როგორ გავსი როგორი რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკური мотиваცია არის რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს რაც შეიძლება სახელის მქონე კომპანიები შემოვიდეს იმიტომ რომ ეს პროექტი თავად ეს პროექტი არის როგორც თავად ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ თავ ბრენდი ტრამპ ტაუერი შემოდის საქართველოში ერთი მეორე მნიშვნელოვანი არის რომ თავად ეს პროექტი იქნება განსაკუთრებული ხარისხის თუ სტანდარტის მატარებელი ვინაიდან ეს თავში გულისხმობს რომ სტანდარტები იქნება მთლიანად დადგენილი და შეთანხმებული ტრამპის კომპანიასთან და მესამე ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვის რომ საქართველოში არის კარგი საინვესტიციო გარემო და მოიზიდავს ეს თავისთავად უკვე გახდება მიზიდვის წერტილი ოპოზიცია მე მგონი თქვენ ხედავთ რომ პარალელურ რეჟიმში მიდის ყველაფერი თქვენ ნახეთ სახელმწიფო მდივნის და პრემიერ-მინისტრის სატელეფონო საუბარი სადაც სწორედ გამოითქვა სურვილი რომ საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ რომ ამისთვის ღია ვართ სამწუხაროდ წინა ადმინისტრაციამ დაანგრია ეს ურთიერთობები საქართველოსთან, ყველაზე სანდო პარტნიორთან რეგიონში და ჩვენ ვართ ღია იმისთვის, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა შედგეს. რაც შეეხება პოლიტიკურ დეკლარაციას, რა თქმა უნდა, როდესაც არის პოლიტიკური ნდობა, იქ არის ეკონომიკური ნდობაც ქვეყნის მიმართ, სადაც არის ეკონომიკური ნდობა, იქ არის პოლიტიკური ნდობაც. ეს მეტნაკლებად ერთმანეთთან ხელი-ხელ ჩაჭიდებული თუ ერთმანეთთან ოპოზიცია იმიტომ აკრიტიკებს რომ სხვა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ და ეს კარგი მაგალითია მე მგონი და შეგვიძლია ახლა კი ნამდვილად პარალელი დავინახოთ Eagle Hills-ის მართლაც ისტორიულ ინვესტიციასთან. აქაც ხო შევხედეთ, აი აქ რაღაც უნდა შედავებოდნენ, ხო? და ხედავთ რომ ცდილობენ ამ პროექტის თავდასხმას. რატომ? იმიტომ რომ რატომ ცდილობენ თავდასხმას? იმიტომ რომ ყველაფერი რაც ქართული ხალხისთვის კარგია და ეკონომიკურად წინ წაიყვანს, ყველაფერი მათი გადმოსახედიდან არის მათთვის საზიანო. იმიტომ რომ ვერ შეძლებენ ნაკლებად გაუჭირდებათ ხელისუფლების დაზიანება. ამიტომ ისინი ებრძვიან არა ინვესტიციის წყაროებს, მის შინაარსს ან ასე შემდეგ. ისინი ზოგადად ებრძვიან ეკონომიკურ წინსვლას და თქვენ იცით რომ გუშინ იყო თუ არ ვცდები ატლანტიკური საბჭოს მორიგი ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველო ნომერ პირველი ქვეყანაა ბოლო 12 წლის განმავლობაში კეთილდღეობის ზრდის ტემპით. და არის ლიდერი ქვეყანა ეკონომიკურ ზრდას და შეგახსენებთ რომ
ქართული ოცნების პირობებში სამჯერ შემცირდა უმუშევრობა, სამჯერ შემცირდა სიღარიბე, გაორმაგდა ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი. აი ეს არის შედეგი ჩვენი მუშაობის და ამას ებრძვიან, იმიტომ რომ სხვა რაღაცნაირად რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება. მოვალ თქვენთანაც. მოვალ აუცილებლად. მედიკამენტზე უნდა გკითხოთ, დღესაც არის ჩანიშნული აქცია, თუმცა როგორც დოკუმენტებით დადასტურდა, აქვს გვერდითი ეფექტები აქვს სერიოზული, მათ შორის ლეტალური შემთხვევებიც დადასტურდა. ამერიკის ურსათის და წამის ადმინისტრაცია წერს, რომ მისი გამოყენება გრძელდება, თუმცა გამკაცრდა ზოგადად წესები და გაფრთხილებები. რომ გითხრათ ამ ფონზე რამდენად არის სკოლა, რომ სახელმწიფომ შეიძინოს ეს მედიკამენტი? ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების სამსჯელო არის. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ გასაგები არის მშობლების წუხელი და სურვილი, რომ იქნას გამონახული გზები მკურნალობისა, მეორე მხრივ არის რა თქმა უნდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ მთავარი პრინციპი, რითაც იწყება ფიცი საექიმო არის, რომ არ ავნო. ისე არ უნდა ჩაერიოს ექიმი, რომ უარესი შედეგი გამოიწვიოს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ვრცელდება სახელმწიფოზეც, და აქედან გამომდინარე, ასე უყურებს სახელმწიფო ამ ყველაფერს. აქ მნიშვნელოვანი არის პროფესიული ხედვა, საექიმო ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით. ასე რომ კიდევ ერთხელ, მთავარი პრინციპი, საიდანაც ამოდის სახელმწიფო სამედიცინო ჯანდაცვის სფეროში, ეს არის რომ არ ამნოა. ისე უნდა მიუდგეთ ყველა საკითხს, რომ უარესი არ იყოს შედეგი. ვიცით რომ გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მედიკამენტებს აქვს, ასე რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია ყველა რისკი გააცნობიეროს ყველა უპირველეს ყოვლისა მშობლებმაც. ხომის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. დღის წესრიგში განმარტებით მარადში წერია, რომ ქართული ოცნება თუ საგარეო კურსს შეიცვლის, მაშინ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არის მზაზე. ამ შემთხვევაში უნგრეთში მაგალითად ორბანი აღარ არის. მოსალოდნელი არის თუ არა თქვენი მხრიდან და რა სელით? უფრო გამკაცრებულ სანქციებს თუ მაგალითად თქვენი გეგმა ბერა იქნება, შეასრულებთ რეკომენდაციებს, რაც ევროკავშირისგან გესმით, თუ მაგალითად საქართველოს შანსს დააკარგვინებთ ერთი მხრივ უვიზოს, მეორე მხრივ ევროკავშირში გაწევრიანებას. ხო, არ ვიცი, რამდენად არის თემის სათაური, ასე რომ თუ საქართველოს ხელისუფლება საგარეო კი ბატონო, მაშინ დაგიჯერებთ და უფრო მიადვილდება ამაზე პასუხი. თუ კი მართლაც ასეა, რომ საუბარი იმაზე, რომ თუ კი საქართველოს შეიცვლის მის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შეცვლის, ამ შემთხვევაში არის პერსპექტივა, მაშინ ეს არის მართლაც კატასტროფული მოწესრიგება საქართველოს პირველად გესმით, არ ევროკავშირს აქამდე მათ ლიდერებს, რომ საგარეო კურსი, რომელიც ევროკავშირს არა, მოდი უყურეთ, შეიცვალოს და უყურეთ საგარეოს რეკომენდაციები გაითვალისწინოს. გეტყვით რაცა ეს ყველაფერი ხდებოდა, ოღონდ ფარულად ხდებოდა ხოლმე და სულ უფრო მეტად და მეტად საჯაროდ გამოდის ის, სადაც ჩვენ საუბრობდით, საით მიგვაქანებს სინამდვილეში ბრიუსელი. როდესაც საუბარია, არა, საგარეო დაშუაშია საგარეო კურსი. რასუაშია საგარეო კურსი კანონებთან. არანაირ კავშირი არა. გეტყვით რასთან არის კავშირი, რა არის საგარეო კურსია თუ საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ერთადერთი საკითხი, სადაც ბრიუსელს აქვს შენიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით მის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ეს გახლავთ ის, რომ საქართველო არ არის სრულ თანხმედრაში ბრიუსელის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან. სრულ თანხმედრაში კი ის გულისხმობს და ამბობენ, რომ მათ არ აკმაყოფილებს და მათთვის არ არის საკმარისი, რომ საქართველო უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდისავლა არ მოხდეს საქართველოში, არამედ ბრიუსელი მოითხოვს საქართველოსგან, რომ საქართველომ თავად დაუწესოს რუსეთს სანქციები. ეს გულისხმობს ზუსტად თანხმედრაში ყოფნა ბრიუსელის სანქციებთან. ანუ თუ კი ბრიუსელი ამბობს, რომ უნდა იყოს სავიზო მიმოსვლა რუსეთთან, უნდა ჩვენც შემოვიღოთ და რუსი მოქალაქეები ვიზით შემოვიდნენ. თუ კი ამბობს, რომ რაღაც მიმართულებით ვაჭრობა ჩვენი პროდუქტების არ უნდა ქონდეს, ჩვენც უნდა შემოვიღოთ ეს სანქციები. ეს არის ერთადერთი საკითხი ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ქმედებებში, სადაც ბრიუსელი ფარულად რაღაც ნახევარს წინადადებებით თუ სიტყვებით ჩვენ გვაკრიტიკებდა, რომ ჩვენ არ ვართ სრულ თანხმედრაში სანქციების პოლიტიკასთან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაწესებთ
ორხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის რეალურად რასაც ითხოვენ. თუკი ახლა აპირებენ იმის განხილვას, რომ თუკი პოზიცია აღმოჩნდა, რომ ეს არის, რომ თუკი ჩვენ დაუწესებთ სანქციებს რუსეთს, მაშინ ევროკავშირში ჩვენი სულა მათი გადმოსახედიდან უფრო აქტიური გახდება. ნუ ეს არამედ დემოკრატიის დაბრუნება, ადამიანის უფლება. არა, ეს არ არის საგარეო პოლიტიკური კურსი. არა, საგარეო პოლიტიკა ეს არ არის. არა, ეს საშინაო პოლიტიკაა. საგარეო პოლიტიკა გულისხმობს, რომ რუსეთთან მიმართებით რა პოლიტიკა გვაქვს. ეს არ არის კურსი, ეს არ არის კურსი, ეს არის საგარეო პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკას და საგარეო პოლიტიკაში იგულისხმება ამ შემთხვევაში და ამ კონტექსტში და ამ ისტორიულ მოცემულობაში რუსეთთან დაკავშირებით რა პოლიტიკა აქვს საქართველოს. საქართველოს აქვს იგივე პოლიტიკა, რასაც ჩვენ გვაიძულებდნენ 2008 წლიდან მოყოლებით, ეს არის სტრატეგიული მოთმინების სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და რაცაც ახლა ბრიუსელი ითხოვს საქართველოსთან, ეს არის რომ დაუწესოთ ორმხრივი სანქციები. კიდევ ერთხელ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებთან თანხwebdra და ბოლო ანგარიშიც უწერიათ ეს ყველაფერი. თქვენ გონიათ ეს უბრალოდ ეს წერენ, როცა კითხავთ, ეთქვენ, არა რა თქმა უნდა არ ვითხოვთო, პირდაპირ არ გეუბნებიან და მე შემდეგ ასე გიტრიალებენ, რომ სრული თანხwebdra უნდა კონდეს. აი მაგალითად ვიღაცას აქვს სრული თანხwebdra, როგორ აქვს თანხwebdra, იმიტომ რომ დააწესა სანქციები. ჩვენც გვეუბნებიან დააწესა სანქციები და შეგახსენებთ. როდესაც ბრიუსელი მოითხოვს ჩვენგან სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და მათთვისაც არაერთხელ გვითხოვს, რომ ამს თუ გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს, ჩვენ ფულს მოგწვენ დაგვეხმარებით? გვაძლევთ ამის პირობას? არა, ამის პირობას არ გაძლევთ. თუკი ამან გამოიწვია კონფრონტაციის და გამოიწვია პირდაპირ სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან. თქვენ აი ესტონეთი, ლიტვა, გერმანია თუ საფრანგეთი ჩამოხვალ და იომებთ ჩვენთან ერთად? არა, არ ვიომებთ, არც უკრაინელებთან ომობდნენ და არც ჩვენთან. ასე რომ ეს არის სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ თქვენ რასაც ამობთ, ეს თუ სიმართლეა და ეს თუ არის მათი განცხადება, რომ საქართველოს თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ხო, თუ ეს პირდაპირ წერია, ეს ნიშნავს, რომ უნდათ რომ შეგვიყვანონ ესკალაციაში რუსეთთან, რაც ბოლოსში ნიშნავს ომს. ასე რომ ეს არის პრობლემა. თქვენ ამბობთ მაგალითად ბოლო 2 დღის წინადელ განცხადება საბჭოთა კავშირს აძლევთ ევროკავშირს. ანუ ეს რამდენად სწორი დიალოგის ფორმაა. თან თქვენი კოლეგები 2 დღის წინ მაგალითად, როდესაც იღებდნენ შეხვედრებს მართავდნენ პოლონეთის, გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებთან, ამბობენ რომ დიალოგია მნიშვნელოვანი. თქვენ გამოდიხართ და ამბობთ რომ საბჭოთა კავშირი ეს ფორმა აქვს ევროკავშირს მიღებული. აი თან სწორთ დიალოგს, თან ამით ესაუბრებით. თანხwebdra მარტივია, წეგან რაც ახსენი ეს არის, რომ როდესაც ხდება ჩვენზე თავდასხმა, ჩვენ პასუხობთ. როდესაც გვეძახიან პრორუსულს, კრემლის პოლიტიკის გამტარებას და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა მიიღებს ამაზე პასუხს. თუმცა ისინი რომ გამოგონილ ბრალდებას გვიყენებენ, ჩვენ არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ. ასე რომ ეს არაერთხელ გვაქვს და მაგალითადაც მოიყვანეს სხვა ჩვენს ამ შეხვედრებზე სამეულთან, რომელიც პარლამენტში იყო. მათ შორის მაგალითიც მოუყვანეთ და არაერთხელ უსაუბრია ამაზე პრემიერ-მინისტრომ, როდესაც ერთხელ ევროკავშირის ელჩმა ერთ-ერთმა დაიჩიულა, რომ აი ხდება რიტორიკული რაღაც თავდასხმები ევროპელ პოლიტიკოსებზე, მაშინ შესთავაზა, რომ აი მოდით ჩვენ გავჩერდებით და აუხსნა ის, რომ ეს ყოველთვის არის პასუხი და შესთავაზა ასეთი რაღაცა, რომ ჩვენ პოლიტიკური გუნდი გავჩერდებით, საერთოდ ხმას არ მოვიღებთ ევროპარლამენტარებს და აი შეხედეთ ვინ დაიწყებს. მართლაც გავჩერდით და მართლაც გამოვიდა შემდეგ. არა, გაგრძელდა რაღაც პერიოდი, რამდენი კვირის ამბავი იყო და პირველი თავდასხმა წამოვიდა იქიდან. შემდეგ ჯერზე იგივე სულცხა, რომ აი ხო ნახე რა ერთხდება ეს ყველაფერი. ასე რომ კიდე ერთხელ აქ თუ ვინმეს გონია, რომ ჩვენ ვიქნებით რაღაც შეუძლია მოვიდეს და ჩვენ უბრალოდ ესე იგი გვირტყას და ჩვენ გავჩუნდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ ცოდნიათ. მათ შორის საბჭოთა კავშირში საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკად რო ვიყავით, ის ისტორია არ ცოდნიათ. ჩვენ მოსკოვს არ უჩუნდებოდით. და ახლა აუგუსტში ჩვენ 1978 წლის მოვლენები, როდესაც დედაენის დაკავშირებით, მაშინ როდესაც ყველა რესპუბლიკა, აბსოლუტურად ყველა რესპუბლიკამ საკუთარ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ საკუთარი, ასე ვთქვათ, მშობლიური ენა არის სხვა ენებთან თანაბარი არის, საქართველოს გააპროტესტა ეს, ასე რომ კიდევ ერთხელ
არ ცოდნიათ ჩვენი ისტორია, თუ გონიათ რომ მოვლენ, აქ პრორუსებს გვეძახიან, კრემლის პოლიტიკას რაღაცებს იტყვიან, რაღაც დაგვაბრალებენ, იუკნევიჩიანები და აქ კაია კალასები და სხვები და ჩვენ რომ გაუჩუმდებით, ხა კაია აი ზუსტადაც რომ იუკნევიჩიანი და კაია კალასმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ არ გაუჩუმდებით, ხო ბალტიის ქვეყნებიდან არიან. ამდენი რამე ხო უნდა იცოდნენ, ხა მოსკოვს, საბჭოთა მოსკოვს არ უჩუმდებოდა ქართველი ხალხი და ეხლა როგორმე ბრიუსელს ახლა არ გაუჩუმდება. ოპოზიციის პროპაგანდასთან ხარჯერ დავით ნებიერიძის განცხადება შეიძლება ხალხო ერთად ამას მევიდეთ ოპოზიციის ხარჯერ და პროპაგანდის დავით ნებიერიძეზე მინდა კითხოთ მოკლედ ქართულ სპორტსმენებს აბა რომელსაც არ გიყურს კომპეტენციების შესრულებას გთხოვთ ევროკავშირი რომელი რეკომენდაცია? ხვალ სწორედ საგარეო საქმეთა რომელი მინისტრები შესრულდება თუ არა კი ველო. რაც შეეხება რეკომენდაციებს, აი სულ 3 დღის წინ გახდით სტამბოლში, იცით, სადაც გაიმართა მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეა, სადაც იყო 100-ზე მეტი ქვეყანა წარმოდგენილი, 3000-მდე დელეგატი, პარლამენტის თავმჯდომარეები და ქვეყნების ლიდერები. და არათუ რეკომენდაციებს გავითვალე. მე გამოვედი ტრიბუნაზე და რეკომენდაცია გაუწია ყველას, რომ მნიშვნელოვანი არის სუვერენიტეტის დაცვისთვის, რომ შეიქმნას საერთაშორისო ჩარჩო უცხოური ჩარევისგან დასაცავად და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობისთვის. დღეს ეს არის მაგალითები არის ბევრი, ეს გახლავთ ფარა, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ევროკავშირი, თავად ევროკავშირის ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ფარი, რომელიც სწორედ უცხოური გავლენისგან დაცვას ეწევა, ასე რომ იქით გაუწევთ რეკომენდაციას, თუ ვინმეს დასჭირდება, როგორ უნდა დაიცვან თავი გარეთ ჩარევისგან. სხვა შორის ჩვენ ვაკვირდებით ამის წარმატებულ მაგალითს საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ზუსტადაც ჩვენი კანონმდებლობის შედეგად ჩვენ ხედავთ, რომ ის მავნე ჩარევი პოლიტიკაში უცხოურმა ფულმა, ჩვენ შედეგებს ხედავთ, პოლიტიკაში უცხოურმა ფულმა დაიკლო, ხედავთ რომ ეხლა არიან მხოლოდ სპეცსამსახურების რაღაც ამ კონსპირაციულ ბლაჟევიჩის რაღაც პროექტებზე დამოკიდებული რადიკალური ოპოზიცია. არანაირი მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს კაია კალასის მოსაზრებას საქართველოსთან დაკავშირებით. იმ კაია კალასის, რომლის პრემიერ-მინისტრობის დროს მისი მინისტრი აქ ჩამოსული იყო რადიკალების მიტინგზე. ასე რომ არანაირი მნიშვნელობა ჩვენთვის ამას არ აქვს. ოპოზიციის მხარდამჭერზე და ასევე პროპაგანდაზე გითხოთ დავით ნებიერიძე ამბობს და მიმართავს ყველა სპორტსმენს, ციტირებ, რომ სამაგალითო მოქალაქეები კი არა, ფარჩოკები ხართ, პირში გაჩერებული. ეს ახლა სიძულული სცენარი მე მგონი დამეთახმებით. გამოსებული კაცუნები ხართ, აი რას უპასუხებთ, რას ემსახურებთ? მეთახმებით, რომ ეს არის ზიზღის ენა? აი ბატონი იყო ნებიერიძის განცხადება წაიკითხა. არის თორე ზიზღის ენა. აი რა ვქნა ახლა, რა უპასუხო? აი რა უპასუხო? გითხარით რომ ეს იყო ზუსტად იმის პასუხი. აი ეს არის კი თავისთავად. დღეს ჩვენ ერთი რამეს უნდა დავინახოთ. დღეს ის ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. აი ეს არის ტოლობის ნიშანი პროევროპულობასა და ზიზღს ძალადობას შორის. ეს შეძლო ჭყალებში ბრიუსელმა საქართველოში რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან, ძალადობასთან, ანტიქართულობასთან. ასე რომ პასუხის მე მგონი პასუხის ღირსიც არ არის. პასუხი ასეთ ადამიანებს და ასეთ განცხადებებს პასუხს საბოლოო ჯამში ხალხი ადგილს ყველაზე კარგად. შათირიშვილი ტრამპს ეძახის ისა deep state-ის დავალებების შემსრულებლად. თქვენ ეთანხმებით რომ ტრამპი deep state-ის დავალებებს ასრულებს? რატო უნდა ან დავითანხმო, არ დავითანხმო, რა მისი განცხადება, მე მგონი ჩემი განცხადებები ძალიან კაფიო არის, რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს მოლოდინებს და ჩვენს სურვილებს. აი თქვენც ეთანხმებით იგივე შათირიშვილს რომ ტრამპის მხარდაჭერამ გავლენა იქონია ორბანის წაგებაზე. თქვენც ამ ლოგიკას ავითარებთ რომ ორბანმა იმიტომ წააგო რომ ამერიკის პრეზიდენტმა მას მხარდაჭერა გამოუწია. არ ვიცი, ხა ის არჩევნებს ყოველს არჩევნებს თავის სპეციფიკა აქვს, ფაქტია ერთი რომ უნგრეთის მოსახლეობამ საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო, რას ეყრდნობოდა ეს გადაწყვეტილება, ეს თავად უნგრელი პოლიტიკოსების გასაანალიზებელი არის. თავარია ფაქტია რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მკაფიო იყო და ამ მხრივ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ რომ დადასტურდა კიდევ ერთი ფარისეულობა უცხოელების, რომლებიც საქართველოში ერთი პარტიის მიერ უმრავლესობის ფლობას აკრიტიკებდნენ როგორც არადემოკრატიულს და ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ჰქონდას პარლამენტში აკრიტიკებდნენ როგორც არადემოკრატიულს და დაალაგდნენ
და ერთმანეთს ასწრებდნენ, რომ მიელოცათ გამარჯვებული უგრეთში გამარჯვებული პარტიისთვის ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, ასე რომ რასაც ჩვენ სულ ლოცავთ, რა ვიცი, მათი თავარი არის ის რომ ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, როგორც ხალხი გადაწყვეტს, ის რომ უნდა იყოს. მე ამ ანალიზებს, ჩემ ანალიზს მე თვითონ მოგაწოდებთ ხოლმე, როცა საჭირო არის და შესაბამისად თქვას. მე ზოგადად რაც ნათლად ჩანს არის ის, რომ ომის პარტია კვლავ ფორმაშია. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ეს ეთყობა ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებს და სხვადასხვა ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანას და არაფერი არსად არ მიდის ამ მხრივ და საქართველოს და ქართული ხალხი კვლავ ფუძლად უნდა იყოს. ჩვენ ხედავთ პრეზიდენტ ტრამპის მოწადინებას, რომ იყოს მშვიდობის პრეზიდენტი და მის მოწადინებას, მცდელობებს, რომ მათ შორის არსებული კონფლიქტები თუ მინავლებული კონფლიქტები დარეგულირდეს და სტაბილური მშვიდობა დამყარდეს და არ იყოს, ასე ვთქვათ, მინავლებული კონფლიქტი, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ დროს იფეთქოს და მათ შორის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ევროპელებმა წლების განმავლობაში რამე თუ გააფუჭეს, თორე სამწუხაროდ ამ კონფლიქტის მოგვარებაში დიდი ვერაფერი წვლილი ვერ შეიტანეს, ნახეთ, რომ ტრამპის ცდილობებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა მყარდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და რეგიონისთვის. თქვათ, თქვენი შთაბეჭდილება ამერიკის ადმინისტრაცია ახლა თავისუფალია თუ არა Deep State-ის გავლენისგან? რაღაც მოგეთ მე ბევრჯერ გიპასუხე და გიპასუხოთ ვერ ხვდები. რაღაცა გინდათ ჩემგან გაგიდო. ბარემ თქვენ თქვით ჩემი სათქმელი, როგორ გიპასუხოთ, მითხარი და ისე გიპასუხოთ. თქვენ მითხარით რა გინდათ, რომ გიპასუხოთ და გიპასუხოთ. თავისუფალია თუ არა? თქვენ მითხარით რა წინადადება გინდა რომ თქვა და თქვენი პატივისცემის ნიშნად გავიმეორებ იმ წინადადებას. რამდენი საუკუნის არის საქართველო? ჩემი პრობლემა არ არის. რამდენი საუკუნის არის საქართველო? გითხრა ალბათ საიდან კარგით, გამომდინარე ახლა გაჩნდა. ასე, ალბათ.